Lietuvām მოსამართლეები და ოცნების მაღალჩინოსნები დაასანქცირა. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 10 პირს აეკრძალა, მათ შორის ნინო გალუსტაშვილს, ჯვებე ნაჭყებიას, მარიამ ლაშხს, ნინო წილოსანს, რაჟდენ კუპრაშვილსა და სულხან თამაზაშვილს. მანამდე ლიეტუვამ საქართველოს 102 მოქალაქე დაასანქცირა. სავიზო შეზღუდვები შეეხოთ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძეს და ოცნების სხვა მაღალჩინოსნებს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ტრამპი ამბობს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით, ამიტომ აპირებს შეამციროს 50 დღიანი ვადა, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპმა რუსეთისთვის მკაცრი ტარიფებისა და მეორადი სანქციების დაწესება დაანონსა. 80-ზე მეტი გადადებული და 60 გაუქმებული რეისი. რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტზე ჰაკერული თავდასხმის გამო ფრენები გაუქმდა. რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.